შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება. გარდა ამისა, ძალოვანი უწყება განმარტავს, რომ აქციებზე მიმცვლელ პირთა ნაწილის მიზანი თავიდანვე ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო, რასაც სამინისტროს განცხადებით მოწმობს კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს იმას, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე მუდმივად ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება. უწყების ცნობით, პოლიცია ახორციელებს მოძალადე პირების დაკავებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ძალოვანი უწყება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. თუმცა საზოგადოებამ ნათლად იხილა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აღსანიშნავი გარემოებაა, რომ აქციაზე მიმსვლელ პირთა ნაწილის მიზანი თავიდანვე ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ მათ შეკრებაზე მისვლისთანავე თან ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები, ქვები, რკინის კონსტრუქციები, პიროტექნიკა და სხვა. ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აქციების ორგანიზატორების ოფისებიდან ამოღებულია აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის. აქციების მიმდინარეობისას მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვითარების დეესკალაციის მიზნით კანონით მინიჭებულ თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა. ხაზგასასმელია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე მუდმივად ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებებით. სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული მომიტინგეების შესახებ. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ პოლიცია ახორციელებდა მოძალადე პირების დაკავებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. უმეტეს შემთხვევაში მოძალადე პირები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს დაკავების მომენტში, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ქსურს საზოგადოება შევახსენოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, კერძოდ 10-მდე პოლიციელს დაშირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად სახის, თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შემდეგ მიიღო სახის კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად მნიშვნელოვნად დაუქვეით და სმენა. რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ძალის გადამეტების ფაქტებს, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. აქვე საზოგადოება შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის ყაჩაღური თავდასხმები, ქურდობის 60-მდე ფაქტი, მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გადაცების, შემდგომ კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები. დაფიქსირებულია პირადი ნივთების ქურდობის ათეულობით ფაქტი, დამტრეული და დაზიანებულია რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა შენობების გარე ფასადი, კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარარი 100,000-ობით ლარს აღემატება. ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების პირადი ნივთების ჩამორთმევასა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ქსურს გამოვეხმო
სამთავროდ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პოლიციის შესახებ კანონის 26 მუხლის მეორე პუნქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 259 მუხლის მიხედვით პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლება აქვს დროებით ჩამოართვას ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი მფლობა. პირადი ნივთები, რომლის ჩამორთმევაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოხდა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ. გავრცელებული ინფორმაცია თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები არის სიცრუე და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება.